შენი შვილი არასრულწლოვანია და ის უკვე არის ესპანეთის მოქალაქე, ლოგიკურად შენ შეგიძლია 5 წლიანი საბუთის აღება. მაგრამ ეს ამ ბევრმა ადამიანმა არ იცის. ძალიან მარტივი პროცედურაა, რომ შენ ესპანეთის მოქალაქე უკვე შენი შვილი რომელიც გახდა, იყო ევროკავშირის 5 წლიანი საბუთი, 27-ვე ქვეყანაში მოგცემს მუშაობის უფლებას. შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილი რომელიც აქ დაიბადება, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია, მაგრამ სანამ არასრულწლოვანი დაიბადება, პირველ რიგში მარტო დაიბადა და ეგრევე მესაბუთებია, ვიღესი არ ხდება, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ამ მშობელმა ერთ-ერთმა უნდა იყოს საბუთი და 1 წელი მაინც უნდა ქონდეს ბავშვს საბუთი, რომ მოითხოვოთ მოქალაქეობა. ნუ აგერევათ ლათინურ ქვეყნებში, სადაც ავტომატურად ენიჭებათ ზოგ შემთხვევაში ბავშვებს, ასე ჩამონათვალი არის ქვეყნები, სადაც ავტომატურად ბავშვებს ენიჭებათ არასრულწლოვანებს მოქალაქეობა. თუმცა ეს არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. კონსულტაცია თუ დაგაინტერესებთ ან ნებისმიერი კითხვა, შეგიძლიათ მომწეროთ თქვენით WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე და თუ დაგაინტერესებთ მეტი საკითხები, მოიწონეთ ან გააზიარეთ. შეხვედრამდე.